Друзья, приседаем. Кровь. Оздоравливаем. შემდეგ უკვე იცით რა მოხდა ის 70 ну ბოლოჯამში თქვენ რაც ახსენეთ ნავთობის დაკავშირებით როგორც ჩანს მას სწორედ აი როდესაც შახმა გადაწყვეტა რომ ის დამოუკიდებელ ძლავრ რეგიონალურ მოთამაშეებს გადაქცეულიყო სწორედ ეს არაპატიეს ხო და ეს აბსოლუტურად ჯდება დასავლეთის სქემებში მათ აწყობთ მხოლოდ სახელმწიფო განვითარებული იმ დონემდე რა დონეზეც ეს სახელმწიფო თქვათ ადგილზე მომსახურება მათ სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში. როდესაც შემდეგ აი ეს სახელმწიფო მათი თვალსაჩინო პროცესი სახელმწიფო იწყებს თავისი გეოპოლიტიკური სტატუსის და რაღაცა რეგიონალური ამბიციების შტება მომენტალურად ხდება იქ გადატრიალებები და ასე შემდეგ. ბატონო არის უკონტროლო სახელმწიფოთან ისეთი საკვანძო სახელმწიფო დიდი სახელმწიფო ისეთი ძარი როგორც ირანია მისი კონტროლიდან გამოჩნდა ბოინგი ჩაფრინდა ხომეინი ხომეინის ჩასვლაზე მაგაზე მილიონში მომწაწები და სემაში ნათქვამი ასე ჩვენ არ ეს ძალიან საინტერესოა ყოველთვის ან საინტერესოა ეს სიღრმის სახელმწიფოზე შეობა თქვენთან მირანთან მიმართებით მაგრამ მაინც ჩვენ თავარ იმას ვფასოთ დავუბრუნდეთ ირანს აი რატო არის თუმცა ეს რაც ვისაუბრეთ ყველაფერი ამ კითხვის შემადგენელი ნაწილია დღევანდელ ვითარებასთან მიმართებით რომ ვისაუბროთ რატო არ წყდება ირან-ამერიკის ომი რატო არის ირანს რა დიდი მნიშვნელობის არის ზოგადად დასავლური ხედავთ რომ ეს არ არის არც თქვა რუსეთ-უკრაინის ომი არც ამერიკა-ირანის ომი ძალიან ფართო კონტექსტი და განზომილება აქვს აი ამ შეიძლება ითქვას რეგიონალურ ომებს და ჩვენ სწორედ ვცდილობთ გავაკეთოთ გლობალური გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ამ ეტაპზე ირანს რატო არის ასეთი განსაკუთრებული კი ну ერთი იმის უნდა დაგაღვნიშნა იმის გასაგრძელებლად ამ სიმბოლურ დიამაზე 19 ოდებში კი ხო საკმაოდ მნიშვნელოვანი 20 ახსნა მეორე მხარის ცევები ქმედებები და აზროვნება ეს გასათვალისწინებელი ყოველთვის დაუყოვნებაში იქნება იმ შედეგებთან რაც დადგება რატო არ შემოიშალა სისტემა რატო არ აჯანყდა ყველა პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი ვინც იყო და მონაწილეობდნენ ამ რეპრესიების იმაში 23 გაუნადგურეთ არავინ არ გამოდგება როგორ უნდა ახსნა 24 ირანელებს ფსიქიკ ეს სხვანაირად არის 25 დასმული რეჟიმი 26 ირანში კონფერენციაში 27 მან like 28 აღმოსავლური სუფრის დაშლა მან შეამჩნია რომ 29 რომელიც დაალაგეს ხო 30 ჩანგალზე იყო მოხარბული შემდგომ სურათის მაგამას გადაღებული და ფეისბუქზე თქმულადებული 31 იყო აქემენიანთა დინასტიის ჯარისკაცი ესე იგი 32 აქემენიდური დინასტია შეიტური სახელმწიფოა 33 შახი პრეისლამური იმაზე იყო ხო 34 ისლამური ირანი ცესხაყვანი ცენმა ხო 35 იმათი სიმბოლო როგორ ჟდება ეს ნაციონალიზმი ირანული 36 სიამაყე თვითონ უნდა მართვა რელიგიებს მაგრამ უარი ახარო თქვა 38 რაც ირანელების ან საერთო ირანული აზროვნება ეს იმპერიული კოდი ირანს ავისთავად გეოგრაფიული მდებარეობა ირანი არის 41 დიდი სახელმწიფო საკმაოდ მნიშვნელოვანი 42 აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რასვლა 43 სამხრეთ დასავლეთ 44 ირანი ცენტრალური ახლა აღმოსავლეთი ავღანეთი და პაკისტანი ცენტრალური არის საუდის არაბეთი ირანია თავისი გეოგრაფიული მასშტაბებით 46 და არის 47 ესე იგი ჯუალეთინზე ამ სავაჭრო
სავაჭრო გზა 48, დასავლეთი, ჩრდილოეთ სამხრეთი. და ირანის Сорок-девять. საპარია რომ რეჟიმის მიმართ ხდება ასეთი ის. 50. არიცხიან იმას რატომ მებრძენთ. ერთი ირანი არის 51, გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენ ვიცით რომ რუსეთთან და 52, ჩინეთთან უფრო ახლოს არის ირანი ვიდრე რუსეთთან. 53, ის არის გავლენების ქვედა. 54, გადახედონ თურქეთის და რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 55, და რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 10 ჯერ დიდია. 56, ირანის ვაჭრობა რუსეთთან 5 მილიარდს გადასცა და თურქეთის 57, 50 მილიარდს გადასცა დოლარს. და არ დაგვაუწყო თურქეთი სადა რა ფონდებზე 58, სირია ავიღოთ, ლიბია ავიღოთ, სამხრეთ კავკასია ავიღოთ, 59, ცენტრალური აზიას საერთოდ ცალკე მიმართულება. ამას წინათ იყო, მასში იყო ჩასული მათთან და 60, ცივილიზაციურ პროექტს ახორციელებთ უზარმაზარსო და ეგ სტეპის ცივილიზაცია 61, თანაბრამა ტოკაევმა და მოკლედ 62, მოაწერეს ხელი მათ შორის ერთობლივი წარმოების ეს დროუნების 63, გასამართად და ნუ ხა თავად ახლა ეს განათლების და 64, ტერმინების შეცვალეს მაგალითად ცენტრალური აზია საერთოდ ამოიღეს 65, ეგეოსის ყოს კუნძულების ზღვა უწოდეს ჯვაროსნულ ლაშქრობის 66, მოკლედ მთლიანად ამ თურანის თარგზია ყველაფერი აწყობილი და ამბობენ 67, ახორციელებთ და ესე იგი ჩვენ ამას 68, შეგვიშლის და ნუ ესე იგი მეორე რომის ეჩქერებით შუაში. 69, აზერბაიჯანი კიდე ეკაჩება რო არის პაკისტანთან სამხედრო 4 მილიარდ 600 მილიონი 70, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო ანუ ჩვენ ხედავთ ერთგვარ ჰორიზონტალს 71, ხო რომის ერთ-ერთი ჯაჭვი არის 72, ტკივნეული არის ირანისთვის და მეორეს მხრივ 73, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, აი ესე იგი აქ რა იცნობა იცით ერთგვარი ეს ესეთი 74, შემთხვევაში კოსტები მე ასე ხედავ როგორც კვლევა 75, საკითხებში რომ აი ეს დიდი ომი რაც ახლა მიმდინარეობს გლობალურ დასავლეთსა და გლობალურ აღმოსავლეთს 76, ბრძოლა ევრაზიის კონტინენტზე ჰეგემონიის დამყარების 77, მეორეს მხრივ თავარი მოთამაშეები ევრაზიის კონტინენტის 78, რეგიონალური დიდი მოთამაშეები ირანი, თურქეთი, საუდის არაბეთი 79, არეალზე დაანყარებენ თავიანთ დომინაციას და ყველგან 80, ერთმანეთს ფარად დიდი აჯაფსანდალია და სიტუაცია ისე 81, გადაცემა რომ იწყება გადაცემის დასრულებისას უკვე სხვა ვითარებაა მაგრამ ყველაზე საშიში რომ აი დიდი მოთამაშეებიც კი დიდი გლობალური მოთამაშეები ხო ვერ ახორციელებენ თავიანთ ვერც საშუალო სტრატეგიულ ვერც გრძელვადიან სტრატეგიულ ისინიც კი არიან აი სიტუაციური რეაგირების რეჟიმში და 84, გაუთვალისწინებელი მოვლენების და გაუთვალისწინებელი 85, და ესკალაციის საფრთხეს აი ეს დის აი თქვენ როგორ 86, ეხება საშიშ ვითარებას სხვადასხვა გეოსტრატეგიული არეალებში 87, ეხლა კასპიის ზღვაზეც იყო აქეთ 88, თავარი მაინც 89, და ირანი თითქოს შუაში არის აი ამ თითქოს კი არა შუაში 91, დაპირისპირების მიზეზი არის 92, ან სავაჭრო გზებზე წვდომა. თუ არ გაწვდომა, 93, მეტოქეს არ წვდომა ამ რესურსებზე ან სავაჭრო გზებზე. 94, მასის ზრდომა არ ან რაღაცა მუდმივი ქაოსის და 95, ეს მოხერხდა, ექნება ბერკეტი. რუსეთს ხო ქონდა ბერკეტი აფხაზეთს. 96, ყარაბაღი. იქით ყარაბაღში ვერ შეინარჩა.
სხვა რაღაც 97. ჩვენთან დარჩა. იგივე სხვა მოთამაშეებსაც ჭირდებათ ეს 98. დიდი იმპერიების მოქმედების სქემები მარტინ კლასიკურია. ეს გაკვირვებას არ უნდა 99. დიდი სახელმწიფო ცდილობს გადაგებიროს, რომ sto. შედეგი მისი დღის წესრიგი გაატაროს. ჩვენ შემთხვევაში 101. Потом как будет еще больше сделаем. Сколько Сколько я минут? 10 минут. აქ ბერკეტი